იმედზე სტუმრად ქართველი მომღერლების იმედი მოვიდა მეგობრებო. მაშასე შეეგებეთ კომპოზიტორი ბატონი ზურაბ მჟავია. აპლოდისმენტები. მოგესალმებით ბატონო ზურაბ. დიდი მადლობა პირველ რიგში მობრძანებისთვის. მადლობა მოწვევისთვის. როგორ ბრძანდებით? კარგად. კარგად, ეგ ძალიან მნიშვნელოვანია და ძალიან კარგი არის, როდესაც სტუმარი კარგ განწყობაზეა. მე ჩვენც უფრო გვიადვილდება და მაყურებელზეც თქო უნდა გადადის ეს განწყობები. ბატონო ზურაბ, მინდა სტუმრობა ეხა პირდაპირ თქვენს დიდებულ სიმღერებზე საუბრით დავიწყოთ. ესე იგი, ხმალი ავლესოთ ქართველებო. ოდესმე დიდი ყოფილა საქართველო. ვაზის სიმფონია, აღმაშენებელი თბილის მობრძანდება, ქართველების ერთად ყოფნა და მილოცე ღმერთო, ნუ მწერ, ჰიმნი ახალ სიცოცხლეს, დეკემბერი და ესე იგი ამგვარად ხართ მჟავია და რამდენი თბილის სიმღერა დაგიწერიათ ბატონო ზურაბ. აბა გითხარით, ესე იგი გვარი მჟავია და ამდენი თბილის სიმღერა. სხვათა შორის კი ფიქრეთ ამაზე? არ მიფიქრია, მაგრამ ერთი რაც არის ფაქტი, ყველა სიმღერა იწერება იმ დროს და ისეთ ხასიათზე, რა გამოძახილიც გულიდან გაქვს. კი ბატონო. შესაბამისად თუ იმ გავაგრძელებთ იმ ხას, ეთქობა კარგი ხასიათზე ვიყავ. ზორი გამოძახილი იყო შესაფერისი და შესაბამისი და მე ესეთ დიდებული სიმღერები შეიქმნა. მართლაც რომ დიდებული და საოცარი. ბატონო ზურაბ, სხვათა შორის იმდენ კარგ მომღერალს აქვს თქვენი სიმღერა შესრულებული და იმდენი კარგი სიმღერა გაქვთ დაწერილი, რომ არა თქვენ, ალბათ ქართული შოუ ბიზნესი მარტო ბიზნესი იქნებოდა. აბაზეც არ გიფიქრიათ. მაგრამ მე ვიძახი და ვიძახი. კაი ხუმრობა, მაგრამ კლასია არ უნდა იყოს. ჩემს იმედზე შოუ ბიზნესი. ნუ ყოველ შემთხვევაში ერთ-ერთი იმედი რომ აიძანდებით ბატონო ზურაბ, ასე ხომ დასუსტებით შეგვიძლია ვთქვათ. სხვათა შორის ერთ ძალიან საინტერესო ფაქტი მინდა გავიხსენო, ინგლისელმა მომღერალმა ტონი ომეილმა თქვენი სიმღერა ქართველების ერთად ყოფნა საკუთარ რეპერტუარში ჩართო და ხშირად ასრულებს თანაც ქართულად. კი. ხო? ბატონო ზურაბ, როგორ მოახერხეთ რომ ეს ინგლისელი კაცი ქართველების ერთად ყოფნას ეხვეწება ღმერთს. ანუ ეს ნაირად მოახერხეთ რომ ინგლისელიზას ქართველების ერთად ყოფნა დამილოცე ღმერთო. ხო საოცარი. ჩვენი მეგობარია. ჩვენი მეგობარია და შესაბამისად იმიტომ უნდა ის რაც გვინდა ჩვენს. რაც გვინდა ჩვენს. ანუ ჭეშმარიტი მეგობარი ყოფილა. მართლა კარგად შეასრულა და სხვათა შორის იყო ესეთი საუბარი რომ ხო არ უთარგმნოთ, გადავუთარგმნოთო და კატეგორიული ვარ არა ქართულად უნდა ვიყო. იყო ეგ ვარიანტი რომ გადათარგმნის. შერთავა მე ჩემგან დამოუკიდებლად მოხდა ეგ მითხრეს რომ ესე იყო ხო არა თარგმნოთ თანო კიდევ მაგრამ არა ქართულად იყოსო ჯობსო და რა ვიცი ისე კარგად შეასრულა რომ მართლა გულით და მართლა შეისწირა. ეს ქართველებს მიულოცა თავის სიმღერით უკვე ინგლისიდან ესეთი ვიდეო გზავნილი იყო. ნათქვამი გაქვთ ესეთი რამ რომ ჩემს ოჯახშიო ყველა არქიტექტორი იყო და მეც ყოველთვის მინდოდა არქიტექტორი გამოსულიყავი. ყველა არა ცოტა გაზვიადებულია. დედა და დეიდა იყვნენ ინჟინრები, არქიტექტორები, მაგრამ იმდენად ჩაფლული იყვნენ ამ ნახაზები, ისინი პროექტები, სულ მაინტერესებდა ხოლმე ბავშვებისაც და ბავშვობის ყოველთვის მინდოდა გამოსულიყავი არქიტექტორი და ჩვენ დიდებული კომპოზიტორის რეზო ლაღიძის ხელდასმით გავხდი კომპოზიტორი. ასე შემთხვევით შევახვედრეს ერთმანეთს და არა უნდა სწადო. იყოს ოცნება ისიც იყოს და ესეც სწადო და მართლაც იმ წელს ჩავაბარე კიდეც და ერთი გზა რეზოლაღიძემ დამილოცა და
რა თქმა უნდა. ეს და მადლობა ღმერთს რომ ეგრეც მოხდა ჩვენს ძალიან გვიხარია უკვე, იმიტომ რომ ეს თავის დროზე რასაც ახსენებთ, როდესაც მოხდა. თუმცა შესაძლებელია, ესე იგი, ესეც ვთქვათ, რომ ბატონ რეზო ლაღიძის მოსმენა, ესე იგი, სასიამოვნოც ყოფილა და სასარგებლოც, ნამდვილად ასე ვთქვათ. მაგრამ ფაქტობრივად ახლა ბატონ ზურაბ, ნახეთ არქიტექტურა. ანუ თქვენ ხართ პრაქტიკულად არქიტექტორი, იმიტომ რომ ქართული შოუ-ბიზნესი რო აშენდა, ხო გაქვთ თქვენ აქ უდიდესი წვლილი შეტანილი, რა თქმა უნდა და შესაბამისად ხართ არქიტექტორი და ასე რომ არ შეიძლება ამის უარყოფა. ამბები ახლა უამრავი ხიარული ამბავი იქნება თქვენ ცხოვრებაში მომხდარი ბატონო ზურაბ. ერთ-ერთი ან ორი ან ერთი უნდა გამოგტყუოთ რამენაირად. თუ გახსენდებათ ოღონდ. თუ არ გახსენდებათ? გაიხსენებ, მაგრამ აი შეკითხვა. არის ხოლმე ხა აბა თქვენს რამე თუ ესეთი რთული შეკითხვა. აი შევითიშები. ყველაფერი აღარ მოხდა. ყველაზე რთული შეკითხვა, მეც გეთახვევით, მეც მათ შორის სხვაგან მეკითხება, მეც აღარ მახსენდება ხოლმე არაფერი. ერთი ისტორიას გავიხსენებ, კონსერვატორიის სტუდენტი ვარ. დიახ. და ჩვენი ხალხურ სიმღერას მარტო კომპოზიტორების კლასში კითხულობდნენ, ეს პირველიდან მეხუთეს ჩათვლით. დიახ. ყველა კურსი იყო. ერთი სადღაც ესე 20-მდე ვიყავით. და ჩვენი პედაგოგი იყო ანზორ კავსაძე. ეს კახი კავსაძის ძმა, ძალიან ცნობილი ლოდბარი. და ეხლა რო ვიმღერებდით ხოლმე ხალხურ სიმღერას ვღეროდით. ყოველი დამთავრების ეხლა როგორ მოუხდებოდა ამ სიმღერას კაი პურმარილი. ნუ ერთხელ როგორ მოუხდებოდა კაი პურმარილი. აი ესე თავდებოდა ჩვეულები და ჩვენს გავიხსენებთ ერთხელ მოვილაპარაკეთ კაცო. მოდი სინჯოთ ის კაი პურმარილი იქნება ამართ მართლაც მოვილაპარაკეთ ყველა ჩვენი წილი რაღაცა მოვიტანეთ და დამთავრდა ლექცია და ბატონ მანზორმა როგორ მოუხდებოდა და უცე ამოვიღეთ და დავალაგეთ მაგიდაზე რეაქცია შეიძლება გამით სამსახურ დამატებინებელ მოვკიდეთ ფერი ამ ყველაფერს ხელი გავედით გარეთ და იქ გაგრძელდა რა თქმა უნდა ესე ფაქტის წინაშე აუსრულეთ ესე იგი ეს შეძახილი ხო ფაქტის წინაშე დაკერე იქ არაო თანავას ყოველთვის ამბობდა ისეთი სიამოვნებით და რო დაინახა იყანე სამსახურ დამაგაგეთ ძალიან ნუ ერთი მახსენდება კიდე ადრე ეხლა ისე ძალიან ბევრი არის კერძო ტაქსი. კი ბატონო. მაშინ იგზალებოდა ეგ ჩემს ახალგაზრდობაში. სადაც 15-16 წლის ვარ და მე და ჩემი ძმა და დედა გავედით სახლიდან და ვიჭერთ ტაქსი. არ არის ტაქსი არ ჩანს ასე. არ დაგვაგვიანდება. ჩემი ძმა ამბობს, შორიდან მოდის ხედავს მანქანა. ისო მოდიო ჭიჭიკო გავაჩერესო და ჭიჭიკოს ეძახდნენ კერძო მანქანებს, რომლებიც ტაქსაობდნენ, მაგრამ ისე ჩუმად. ჭიჭიკო. აი გავაჩერო ჭიჭიკო მეთქი. ჯერჩემ გააცეხლა და თან ნერვიულობს. ბოლო დაუწიეთ ხელი, ჩავსხედით და წავედით. უთხარით მისამართსაც მივიდით და რა სხვა გზით დააპირა წასვლა. დედაჩემი წინ ზის და ბატონო ჭიჭიკო ამბი კი არა ინგლისად უფრო მალე იმას ეგო ბატონო ჭიჭიკო ხო ნუ რა ავარია მოუთა ისეთი სიცილი ატეხა საჭე გაუშვა ღელი და ბატონს ერქვა ჭიჭიკო ხო ჭიჭიკოზე ბატაშორის ამ ისტორიის შემდეგ და რო ნახავ ხალხი არ გაგიკვირდეთ რომ გამოჩნდეს რაიმე კერძო ტაქსების კომპანია შემდგომ რომელსაც ქვია ჭიჭიკო იმიტომ რომ ძალიან ცნობილი იყო ყველას მაშინ ვინც ჩუმად ეს ერქვა ჭიჭიკო კი ბატონო ძალიან კარგი ბატონო ზურაბ სხვათა შორის ჩვენ გვაქვს თქვენთან ერთი თხოვნაც და არ ვიცი რამდენად სიურპრიზი იქნება რომ სიმღერა რომელზეც წეგან ჩვენ საუბრობდით ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული სიმღერა ქართველების ერთად ყოფნა დამილოცე ღმერთო ჩვენს მეგობარს აჩიკო ნიჟარაძეს რომელიც თქვენ ძალიან გიყვართ და ამბობთ რომ აი ორჯერ გრან-პრი აიღო სხვადასხვა ქვეყანაში ამ სიმღერით გასახელა თხოვეთ რომ ჩვენთანაც შეესრულებინა თქვენის ნებართვით ეს სიმღერა
თქვენ თუ წინააღმდეგი არ იქნებით, რასამოთ. თქვენთან ერთად ჩვენ დავტყვეთ და მოვისმინოთ. დიდი სიამოვნებით. და მანამდე მადლობა მინდა მე გადაგიხადოთ თქვენ მობრძანებისთვის, არაჩვეულებრივი სტუმრობისთვის და ძალიან გამიხარდა პირადად თქვენი გაცნობა და სტუმრობაც თავისთავად ხო რა თქმა უნდა, მაყურებელსაც დარწმუნებული ვარ. მაშინ თქვენ აქ ბრძანდებოდეთ და აჩიკო ნიჟარაძეს ვთხოვ რომ კიდევ უფრო გაალამაზოს ჩვენი დღევანდელი საღამო.